იღუმენი ნიკონი, გულის სიტყვები. მადლობას გიხდით მოლოცვისათვის, თქვენი წერილი დამეკარგა, მაგრამ მიხსიერებაში ჩამრჩა, რომ მადლობელი ხართ ჩემი პატარა წერილისათვის. მახსოვს აგრეთვე თქვენი თხოვნა ნატალიას შესახებ. ძალიან მეწოდება, ზოგჯერ სიყვარულით ვიხსენებ ხოლმე მას და ეშმაკის კლანჭებიდან განთავისუფლებას უსურვებ. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში კი არ უნდა ეძებდეს იმას, რაც დაკარგა, არამედ ნებელობის გამტკიცებით იწამოს, რაც არ უხილავს და თავისი ცხოვრება სარწმუნოების თანახმად ააგოს. მაშინ ზეგარდამო შეწევნა მოვა, ეშმაკის წყუდიაც განაქარვებს და ისეთი ყოვლის შემძლე ძალით დაარწმუნებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში, რომ მთელი გულით შესძახებს, უფალო, მზად ვარ ყოველგვარ ტანჯვას გაუძლო, ოღონდ ნუ განმაგდე პირისა შენისაგან. ეს ყველამ გამოსცადა, ვინც უფალს ეძებდა. ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ, რამე თუ ყოველი რომელი ითხოვდეს მოიღოს და რომელი ეძებდეს პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს. ანუ ვინ არის თქვენგანი კაცი, რომელსაც თხოვდეს ზეთვისი პურსა, ნუ ქვაი მისცესა მას, გინა თუ თევსას თხოვდეს და ნუ გველი მისცეს მას. უკეთუ თქვენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი, მიცემათ შვილთა თქვენთა, რაოდენ უფრო იზღა მაშინ მამამან თქვენმან, ზეცათა მან მოსცეს კეთილი, რომელის თხოვდნენ მას. რატომ იკვებება ღორების სალაფავით და მამები კი დაუტევებია? ნუ თუ ფიქრობს, რომ ყველა ისინი ცდომილებაში იყვნენ, ხოლო თუ კი თუნდაც ერთი მათგანი მაინც ჭეშმარიტებას ღაღადებდა, ესე იგი მთელი ქრისტიანობა ჭეშმარიტი ყოფილა და მოწამეებმა რა ტანჯვით დაამტკიცეს ჭეშმარიტება, რომელიც მათ შეიცნეს. ცხადია, მას პირადი გამოცდილება ესაჭიროება, ხოდა ითხოვოს და აუცილებლად მიეცემა. მწუხარების ჟამს სასოს ნუ წარიკვეთთ და ფარხმალს ნუ დაყრით, უფრო ხშირად იკითხეთ სახარებო. იესო ქრისტე ყველა მონანორს პატიობდა, მაგრამ ამასთან აფრთხილებდა, წარვედა ამიერეთგან ნუღარას სოდა. უფრო ხშირად მიმართეთ უფალს, აღიარეთ ყველა თქვენი უშჯულოება, შესთხოვეთ, შეწევნა, ყოველთვის აიძულეთ თავი იესოს ლოცვით ილოცოთ, ხან ხმამაღლა, ხან კი გუნებაში. უფალმან განსწავლოთ და დაგიცვათ ყოველი ბოროტისაგან. თუ ნატალიას მისწერთ, ჩემგან მოკითხვა გადაეცით და ისიც უთხარით, რომ წმინდა მამები ურწმუნოებას ისეთივე ვნებად მიიჩნევდნენ, როგორიცაა მრუშობა, ცუდმედიდობა, ამპარტავნება და სხვა. აქ უფრო მტერი მოქმედებს ვიდრე ადამიანი. ურწმუნოებას, ისევე როგორც სხვა ვნებებს, მსჯელობით და გულის სიტყვებთან საუბრით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ნებისყოფის განმტკიცებით და ლოცვით. განსაკუთრებით იესოს ლოცვით, რამდენადაც შეგიძლია განუწყვეტელით. განვევნოთ და მთელი გულით ვითხოვოთ შეწყალება ამ წმინდა სახელის მოქმედებით, რომლის წინაშეც ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცი სათანი და ქვეყნის სათანი და ქვესკნელი სათანი. მოუძლურება მტრის მოქმედება, შემოვა გულში მშვიდობა, სასუება, სარწმუნოება, ჰლმობიერება და მთელი განსაცდელი გაივლეს, ხოლო სანამ ის სამეცნიერო და ფილოსოფიურ წიგნებს და სხვადასხვა აპოლოგიების კითხვას არ შეწყვეტს, სულ უფრო ღრმად ჩაეფლება ჭაობში.
ყოველივე ამას თავი უნდა დაანებოს და მიმართოს მას, ვინცაა გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება. უფალი შეეწიოს ამას წერ როგორც ძმა და არა როგორც მასწავლებელი. 1962 წლის 15 დეკემბერი.